ველისციხის საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პროექტი უკვე მზად არის და ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. საგანმანათლებლო დაწესებულებას გახსნის დღიდან რემონტი არ ჩატარებია. საჯარო სკოლაში 517 მოსწავლე სწავლობს, რეაბილიტაციის შემდეგ იგი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გახდება. პროექტია შედგენილი და ყოველდღიურად ველოდებით რომ განხორციელდება, თუმცა ამ ეტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ეს რეაბილიტაცია ჩვენი სკოლისთვის, რადგან რაც აშენდა სკოლა, მას რეაბილიტაცია არ ჩაწარებია. ამ ეტაპისთვის ინფრასტრუქტურაც საკმაოდ არ არის სახარბიელი მდგომარეობაში და იგეგმება სრული რეაბილიტაცია. პროექტის მზად ვართ უახლოეს მომავალში ალბათ შევხვდებით და პროექტის გადახედვა მოხდება, შევთანხმდებით და შემდეგ უკვე ალბათ მოხდება და იწყება მისი რეაბილიტაცია. უკვე 5 წელია ცენტრალური გაფართოება მოქმედებს, მერიამ დაგვიპროექტა და გაგვიკეთა ეს სიამოვნება. სასწავლო პროცესის ხელისშემშლელი პირობა არ არის, მაგრამ мотивация რო უფრო მაღალი ექნებათ ბავშვებს და რა თქმა უნდა, კარგი ინფრასტრუქტურაში და მოწყობილ კაბინეტებში და უფრო სუფთად ყველაფერი, რა თქმა უნდა, უფრო მნიშვნელოვანია და სწავლის დონე ამაღლდება თავისთავად, უფრო მოხარულები იქნებიან ბავშვების სკოლაში მოსვლისთვის, სწავლისთვის და ასე შემდეგ. კონტინგენტის გარდაიჭრა ბავშვების. ფიქრობ, რომ კონტინგენტი უნდა გაიზარდოს, რადგან ისედაც მზარდია ამ ეტაპისთვის ვიტყვი, რომ უფრო მეტად მოსვლა მოსწავლეებისა ვიდრე სკოლიდან გადინება.